ფედერალური მოსამართლის თეოდორე ჩანგის გადაწყვეტილებით ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სავარაუდოდ მრავალმხრივ არღვევს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, იგივე USAID-ის დახურვით. მოსამართლის გადაწყვეტილებით ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა შეაჩეროს რამდენიმე ზომა, რომელიც მან მიიღო USAID-ის წინააღმდეგ, მათ შორის არის იმ თანამშრომლების დატოვება თანამდებობებზე, რომლებიც ამჟამად მუშაობენ. გადაწყვეტილებაში არ არის ნახსენები ის თანამშრომლები, რომლებიც უკვე გაათავისუფლეს და ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს. ასევე მოსამართლის დადგენილებით უნდა აღუდგეთ თანამშრომლებს კომპიუტერებზე და სხვადასხვა გადასახადებზე, გადახდებზე წვდომა. მოსამართლის საქმეს აწარმოებს USAID-ის 26 თანამშრომლის მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე. იურისტები აცხადებენ, რომ ილონ მასკს არ გააჩნია იურიდიული უფლება, რომ დახუროს USAID, რადგან ილონ მასკი არ არის დამტკიცებული და ისევე როგორც მისი დეპარტამენტი არ არის დამტკიცებული ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ. მე შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა დონალდ ტრამპი, მან ფაქტობრივად უმალვე შეაჩერა 90 დღით მთავრობის მიერ საგარეო დახმარებები და სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო ილონ მასკმა მუშაობა. ერთ-ერთი პირველი სააგენტო, რომლის წინააღმდეგაც ის წავიდა, იყო USAID და თანათანობით დაიწყეს თანამშრომლების გათავისუფლება და შემცირება. დაღუდგენელი არის, რა გავლენას იქონიებს მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ამჟამად USAID-ზე. თეთრსახლის პრეს-სპიკერი ანა კეილი აცხადებს, რომ გაასაჩივრებენ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას, როგორც პრეს-სპიკერი აღნიშნავს, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, არიან თაღლითები, საუბრობს ის მოსამართლეებზე და როგორც აღნიშნავს პრეს-სპიკერი, ასეთი მოსამართლეები ცდილობენ წავიდნენ დონალდ ტრამპის დღის წესრიგის წინააღმდეგ. არსებული ინფორმაციით USAID-ის დაფინანსების შემცირების შემდგომ დაიხურა 6200 გლობალური პროგრამიდან 5200-მდე პროგრამა და 10000 თანამშრომლიდან ამჟამად თანამდებობაზე დარჩა მხოლოდ 611.